რომელია ყოვლად სიბრძნესთან მისასვლელი პირველი გზა და რაში მდგომარეობს მისი დასაწყისი. იმაში პასუხს წმინდა ისააკასური, რომ ღმრთის ყოვლად სიბრძნეობისკენ მთელი ძალით მივისწრაფოდეთ. ანუ რა უნდა ვქნე ხა ადამიანმა მოისმინა ეს ყველაფერი და კითხვა დასვა ხა ფიქრობს. ყოვლად სიბრძნეობა მთელი ცხოვრება უნდა ვისწრაფოდე და ესე იგი პირველი ნაბიჯი, პირველი გზა რაშია რა უნდა გავაკეთო ახლა? კითხვა დასვა ადამიანმა და პასუხი არის როგორ იცი რომ მიძინებულ ადამიანს სიწყალს რო დაასხავ. და თუ ეს თეორიული ინტერესია რომ გამოაფხიზლებ. ნახეთ როგორი პასუხია, გავიმეორებ. ღვთის ყოვლად სიბრძნეობისაკენ მთელი ძალით უნდა მივისწრაფოდეთ. ანუ მთელი რესურსი უნდა ჩართო. სანახევროდ ეგ საქმე არ გამოვა. და ამას სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიქმოდეთ. ახალმოსულების გასაგონად ვამბობ. განსაკუთრებულად ახალმოსული გულანთებული რომ მოდის, ლამაზია ხო გულანთებული ახალგაზრდა კაცი ქრისტიანი რო ხდება. იცოდეთ, ეგ საწვავი, რომელიც ჩაისხა თქვენში მადლის მიერი, 100 წელი გაცოცხლოთ ღმერთმა, 100 წელი უნდა გეყოთ. და არა თუ უნდა გეყოთ, უნდა მოემატოს და მოემატოს. ღმერთი რო დაინახავს, რომ გომხურვალეთ იწყებ ცხოვრებას და ეს არა მარტო მადლის მიერ საწვავი რო ჩაგისხა, არამედ შენი არჩევანიც გახდა, მე ამ საწვავს შემოგიმატებს და შემოგიმატებს. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ 50%-ზე მეტნი არიან ესეთი ადამიანები, რომ მოდიან ეს საწვავი რო უთავდებათ, თავიანთ მოშურნეობას არ ავლენენ და ღმერთი ახალ საწვავს აღარ აძლევს. და ასეთი ადამიანები იწყებენ ჩანჩალს სულიერ ცხოვრებაში, მიჩანჩალებენ უკაცრავად და ეს ჩანჩალიც რო ბეზდებათ და ყველაფერი ნაცრისფერ ტონში რო გადაეფარებათ ეს თვალსაწინო არაფერი რო აღარ აჩანს, მერე მიდიან ეკლესიიდან. ეს ღალატია უფლისა, მინდა გითხრათ.